დღეს მე ვილაპარაკებ როგორ მუშაობს AI. მე ვარ დიმიტრი როკავა და დღეს ვილაპარაკებ როგორ მუშაობს AI, ხელოვნური ინტელექტი. ალბათ დღე რა ბოლო წლები არის ძალიან ბევრჯერ ხსენიათ ეს ხელოვნური ინტელექტი, ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებიდან ტექნოლოგიიდან არის AI. მაგალითად Google I/O-ზე მაგალითად 100-ჯერ ახსენეს 2024 წელს, 2025-ში, 2026-ში. ყველა ინდუსტრია ამას ერგება, ხო? Google AI-ო, კი ბატონო. ხო და ნუ რას დრო გადის აშკარად ეს ტექნოლოგია ჩვენთან უფრო და უფრო შემოდის და უფრო და უფრო რჩება ჩვენთან რა. ნუ საკმაოდ სასარგებლო ტექნოლოგიაა, მაგრამ დღეს არ ვისაუბრებ როგორ უნდა გამოიყენო, დღეს ვისაუბრებ იმაზე, ზოგადად რა არის, როგორ აწყობენ AI-ს და რა არის ამ შავ ყუთში, რა დევს შიგნით. რა არის ზოგადად AI. თავიდან სანამ დავიწყებ რამეზე საუბარს, ზოგადად იმაზე LLM-ზე საუბარს სანამ დავიწყებ და საკმაოდ რთულ რაღაცეებზე ჯერ მარტივით დავიწყოთ, განვიხილავ ადრეულ მოდელებს. მაგალითად, თავდაპირველად AI-ს ეძახდნენ ის რაღაცას, symbolic AI-ს ეძახდნენ, არის რაღაცა, რომ მარტივად რომ წარმოვიდგინოთ if-else-ები რა, უბრალოდ ძალიან ბევრი 700-800 if-else. მაგას ეძახდნენ AI-ს, მარტო if-else-ები არ იყო, რაღაც ლოგიკური რაღაცებიც იყო, მაგრამ მანქანის სწავლებისგან ძირითადად იმით განსხვავდებოდა, რომ ან თვითონ კოდი თავის თავს არ ცვლიდა არანაირად. მხოლოდ ადამიანის დაწერილი კოდი იყო და მორჩა. ანუ ეგ იყო სულ. აი რაღაც მაგალითად თუ წვიმს, მაშინ არაფერი თუ არ წვიმს, მაშინ არაფერი გააკეთე. თუ წვიმს, მაშინ წამოიღე ის კოლგა. თუ ძალიან წვიმს, მაშინ საწვიმ არ წამოიღე. რაღაც დროს იყო. ამის შემდეგ ახლა მხოლოდ ეს არ არის ცხადი AI, მანქანური სწავლება არის AI-ის, ასე თქვა, ბირთვი. მანქანური სწავლება არის ადამიანის პროგრამა, მოდელი, რომელიც თავის თავს ცვლის, კოდი ცვლის თავის თავს. ამ შემთხვევაში წონებს ადამიანის გარეშე, data-ზე დაფუძნებით. პირველი მანქანური სწავლების მოდელი შეგიძლიათ დაგერეხილოთ, იყო დამკას მანქანა, რომელიც წონებში დაფებს მახსოვრებდა აი კონკრეტულ პოზიციას დაფის და იმახსოვრებდა რამდენად კარგი პოზიცია იყო ეს, ან თუ კარგი პოზიცია არის, უფრო მეტ ქულას უწევდა თავის თავს თამაშობდა ბევრჯერ. თუ ამ დაფის პოზიციიდან მოიგებდა, ქულას უმატებდა, თუ ამ დაფის პოზიციიდან წააგებდა, ამ დაფის პოზიციას ქულას აკლებდა. ეს ბევრჯერ ვაკეთებდა, უბრალოდ სწავლობდა რა. ხო, ახლა თამაშებისებიდან შორს რო არ წავიდეთ თებიდან. გეტყვით რა არის ასევე ხო, reinforcement learning, რომელიც LLM-ში ძალიან ხშირად არ გამოიყენება, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი არის დასწავლის ერთ-ერთი ხერხი მაგალითად. ნუ გამოიყედება, მაგრამ ეგრე ხშირად არ ნეიროლინგვისტები გამოიყედება LLM-ში, ძირითადად ბირთვი ეგ არის. Reinforcement learning-ით კიდე ასწავლიან დიალოგი როგორ წარმართოს სწორად. ანუ აი თუ ამოხსლია მაგალითად კითხვა, რაღაც რო კითხავ LLM-ს, ამოხსლია კითხვა, რომელი პასუხი უფრო მოგწონს. ეგ უფრო reinforcement learning-ი არის, იმიტომ რომ აი ამ პასუხზე უფრო მეტ ქულას შემდეგ ტრეინინგის დროს ამ პასუხზე უფრო მეტ ქულას უწევენ, რაღაც დაახლოებით ეგრე. reinforcement არის მაგალითად პაკმანის მაგალითზე, ნუ აქ პაკმანის წარმოვიდგინოთ, რომ 3-3-ზე პაკმანის დაფა არის და თავიდან შემთხვევით ეს არის მიმართულებები საიტად შეიძლება პაკმანი წავიდეს. 20-იანში -20-ში წითელში თუ მოხდება კვდება, 20-იანში თუ მოხდება, რავი, იგებს. ნებისმიერ ადგილას რო დაასვა, რანდომად რო დაიწყოს სიარული, საბოლოოდ ერთ-ერთი ხომ მივა, თუ მოიგო, იმ გზას იმახსოვრებს, რა გზაც გაიარა და იმ გამლილ გზაზე რა სვლებით გააკეთა, იმას ქულებს უმატებს. თუ წააგო პირიქით, იმ ქულებს აკლებს. ნუ ხედავთ, მე ძალიან ბევრჯერ რო გააკეთებს, ეს რაღაც გამოგდის. reinforcement learning-ი, რომელიც ერთად თამაშებში გამოიყენება. კი. აი მაგალითად AlphaGo და AlphaGo Zero არის reinforcement learning-ით დატრეინინგებული. AlphaGo თავიდან დატრეინინგებული იყო ადამიანის data-ზეც, ანუ რაღაც მასტერების თამაშზე. AlphaGo არის ისა Go-ს სათამაშო პროგრამა. თამაშობს Go-ს. მოდელი არის, რომელიც კარგად თამაშობს Go-ს. ხო და AlphaGo ადამიანების იმას იყო დატრეინებული მონაცემებზეც. მაგრამ AlphaGo Zero-ში საერთოდ დამოიღეს ადამიანის მონაცემები. მარტო თავის თამაშობდა, ბევრად უკეთესი გამოვიდა. არა,
AlphaGo Zero შეგიძლია ეთამაშო, ხო, მაგრამ ამის დატრეინების მეთოდი იყო reinforcement learning-ი, ან თავის თამაშა ბევრჯერ. კი, AlphaGo Zero მხოლოდ თავის თამაში. AlphaGo ჯერ თავიდან ადამიანებს თამაშა ცოტა და მე თავის თამაში. ჩავთვალთ რომ თავის ადამიანის თამაში ცოტა სხვანაირია, მაგრამ ნუ ხო, ძირითადი ახლა რაც არის, ეს არის ნეირონული ქსელები, ხელოვნური ინტელექტის ძირითადი ბირთვი, ასე ვთქვა. რა არის ახლა ნეირონული ქსელები? ზოგადად ნეირონული ქსელები იდეა წარმოვიდა, ინსპირაცია წარმოვიდა ადამიანის ტვინისგან, ანუ რაღაც აი მაგალითად მე რო დავფიქრდი რაღაც მრგვალზე რო დავფიქრდები, პირველად მახსენდება არის ბურთი. აი ნეირონული ქსელებიც დაახლოებით ესე არის, წონები და ისინი ნეირონები გაიგიათ ალბათ. ანუ რაღაც თუ წრეს ვანახებთ, რაღაც ნეირონები წონებით რაღაცნაირად სხვა ნეირონებს იცანთებს, რომელიც დაკავშირებულია ბურთთან, ეს მარტივად და უტრირებულად რო ავხსნა. ну დაახლოებით იგივე მექანიზმი არის. ჩვენ შემთხვევაში ხო deep learning-იც გაიგონიათ ალბათ. deep learning-ი უბრალოდ ნეირონული ქსელები არის, სხვა არაფერი არა. უბრალოდ აი შუაში რო აქვს ეს ფენები, ბევრი ფენა აქვს და მაგით ეძახიან deep learning-ს. სხვა არაფერი არა, უბრალოდ ნეირონული ქსელებია ჩვეულებრივი. ხო. ხო. ახლა ნეირონული ქსელები რო ავხსნა დაახლოებით როგორ მუშაობს. ну ზოგადად მნიშვნელოვანი არის ახლა ნეირონული ქსელები არის მათემატიკური მოდელი და ამისთვის input-ის და output-ის უნდა იყოს რიცხვები, ოცხადი არის. საბედიეროდ მათემატიკაში ნებისმიერ სახის ინფორმაცია შეგვიძლია რიცხვად ვაქციოთ, მაგალითები იქნება ამაში პრეზენტაციაში და აი ამ შემთხვევაში მაგალითად მარტივი განვიხილოთ ციფრის სურათზე რა, ციფრის სურათზე. ანუ ამ ციფრის სურათს ვანახებ და როგორ ხდება რომ ციფრა ეს 8-იანი არის მაგალითად. მოდი წარმოვიდგინოთ, ხო, ანუ მოდი ამ შემთხვევაში ვთქვათ რომ ესენი არის ნეირონები, ესენი არის წონები მაგას შორის კავშირი. ანუ ეს მაგალითად ნეირონი ამაზე თუ დიდი წონა არის, დიდ გავლენას ახდენს და ეს ამაზე თუ პატარა წონა არის, პატარა გავლენას ახდენს. არა, წონა არის, ან ნეირონი ჩათვალე რაღაც ინფორმაციას ატარებს, მაგალითად წრე არის ნეირონი. აქ თუ წრეს ნიშნავს ეს თუ ბურთი არის, აქ წონა დიდი უნდა იყოს, იმიტომ რომ აუ წრეზე უნდა გაგვახსენდეს ბურთი. ხო, ანუ ხო რიცხვი ხო. ну 0-დან 1-მ, ну კაი 0-დან 1-მ, მაგრამ მოკლედ ხო, ანუ უფრო დიდი რიცხვი არის ასოებთან შედარებით. უკეთესად ავხსნი ამის მაგალითზე ხა, მაგრამ ჯერ სანამ ამ მაგალითზე გადავალ, ხო, ანუ როგორ შეიძლება ეს ვაქციოთ ხა რიცხვებად რა? მარტივად, ანუ 28-28 პიქსელი არის, შავ თეთრად ვაქცევთ, რაღაც თუ ბოლომდე თეთრი არის ერთიანია, თუ ბოლომდე შავია ნულიანია. რაღაც შუაში არის უბრალოდ რამ პიქსელ value რაც აქ ეგ არის და 784 პიქსელია, 784 input-ი. ხო, 28/28. ეს არის input პირველი ფენა. ხო. ეხა ეს ამ პიქსელებიდან როგორ უნდა მივახციოთ იმას, რომ რაღაც ალბათობით გითხრას, რომ ეს 8-იანია, ანუ საიდან შეგვიძლია რომ მივახციოთ. არის თავი ტრიკი აქ არის. მოდი მარტივისთვის წარმოვიდგინოთ, რომ მაგალითად იქიდან წამოვყვეთ და მაგალითად აი ეს ფენები, აი ეს ამ კონკრეტულ ფენაზე, მაგალითად აი ეს თუ აქ თუ მაგალი რიცხვი წერია, ის ნიშნავს, რომ ზედა ნახევარში აქვს პატარა წრე. აი ეს წრე. აი ეს თუ არის, ქვედა ნახევარში აქვს პატარა წრე, აი ეს წრე. და ამ შემდეგ, ანუ სიმარტივისთვის წარმოვიდგინოთ, რომ ეგენი არის, რაღაც პატერნი დაიჭირა და ფიჩერი იპოვა. ამ რაღაც იმაში რიცხვში, სურათში ბოდიში. აქედან აქაც იგივენაირად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მაგალითად ეს რო 16 სურათი რო გავყოთ 16 ნაწილად, ეს სურათი გავყოთ ესე 16 ნაწილად, აი აქ მაგალითად ხო არის ძალიან ბევრი პიქსელი, აი ამ ნაწილში. და ეს გამოიწვევს ისეთი ფიჩერების ანთებას, სადაც, რავი, ბევრი პიქსელი არის შუაში, აი მაგალითად, რომელი აი ეს მაგალითად შუაში აქვს ბევრი პიქსელი. ეგენ ნასწავლ როგორ ხდება, ой, ბოდიში. ხარ გაითიშა. ოკეი, ეხავე. არა, share screen, entire screen და ეგ არის.
ხო, სწავლას გადავალ, ეს ნასწავლი ის არის უკვე მოდელი არის. ან ნასწავლი მოდელი როგორ იქცევა მაგას ვხდნი ჯერ. ხო, ხო და სად ვიყავი ხო? მაგალითად რუიანზე მიხვდება რომ რაღაც აქ ბევრი პიქსელი, აქ ბევრი პიქსელი ეს სინამდვილეში ეს სიმარტივისთვის ხსნი ასე, ანუ სინამდვილეში შუაში რა ხდება ამეებში, არ ვიცით. ზუსტად ვიცით რომ პატერნებს იჭერენ, მაგრამ როგორ პატერნებს იჭერენ მათემატიკურად ეგ არ ვიცით ზუსტად. არავინ არ იცის, ანუ მაგით ოქია black box-ი. თვითონაც არ იციან, ანუ რაღაც რიცხვი მიიღება. შეიძლება რაღაც კონკრეტული, ანუ კონკრეტულ რაღაცეებზე ნეირონებზე თუ ბევრ კვლევას ჩაატარებენ, შეიძლება რაღაცები ვიპოვო, მაგრამ ზოგადად ეხა LM-ში რო არის მილიარდობით პარამეტრი, ყოველი ნეირონი რას აკეთებს არ იციან. კი, რა თქმა უნდა. ხო. კი, შეგიძლია. ანუ ეს რო დაატრეინო, არ ვიცი სწორად მივხვდი თუ არა შენ შეკითხვას, მაგრამ ვესწრები პასუხო, თუ არა და შემისწორი. ეს რო დაატრეინო, მაგალითად ეხ სიამდვილეში რო დაატრეინო, რაღაც 99%-იანი ალბათობით ისეთ პატერნებს დაიჭერს, რომ ვერ მიხვდები რა სტიშტავს. ანუ რაღაც black noise იქნება სიამდვილეში, რომ უბრალოდ შეიცადო, გაარკვიო. ეგ ხო, ანუ ჩვენ არ ვიცით სად უყუროთ ამ პატერნს. ანუ უფრო დეტალურად ამაში ჩასვლა ბოლოში გვაქვს ვიდეოები, საიდანაც ავიღე ინსპირაცია და ეს ლექცია და ინფორმაცია ზოგადად. მანდაც ეგრე ხსნის, რომ ანუ სინამდვილეში ხო ანუ პატარა მოდელზე შეიძლება გაარკვიო რაღაცები, მაგრამ დიდ მოდელზე ვერ გაიგებ უბრალოდ. ეს სიმარტივისთვის შეგვიძლია ამას ვაკეთებ სიმარტივისთვის, იმიტომ რომ აქ ჩანს, რომ ნამდვილ პატერნებს იჭერს. ანუ ცხადი პატერნები არის. რაღაც პატერნებს იჭერს, ეგ უეჭველი არის. ხო. ხო და ხო, ასეთ პატერნს რო დაიჭერს, მერე იქ სხვა იმ პატერნიდან მიხვდება, რომ სხვა პატერნს დაიჭერს და მერე ნუ ეხა ზემო თუ აქვს წრე და ქვემო თუ აქვს წრე, რა აქ დიდი ალბათობით რვიანია. და მაგაზე მიხვდება, რომ გეტყვის, რომ დიდი ალბათობით რვიანიაო. ეგ ნასწავლი აქვს, ვიცი წონებში აქვს, რომ აი ეს პატერნი თუ დაიჭირა აქ რაღაც, ესე იგი აქ ზემო და ქვემო წრე ქონია. აუ, ზემო და ქვემო წრე თუ აქვს, მაგალითად აქ ხო არის ზემო წრე, ეს ხო არის ქვემო წრე, ამის წონები იქნება ძალიან დიდი რუიანთან, დარჩენების პატარა. აქ რახან რუიანს ვაჩვენებთ, აი ამ მების წონები თავიდან აქ ორი დიდი რიცხვი დაждდება, რო გადაამრავლებ და შეკრიბავ, აი აქ დაგჭდება ძალიან დიდი ალბათობა მაგის გამო. აჰა. ისმენ. კი. ვეითებში. ხო, ანუ პიქსელი შეგიძლია 28 ხო არის სურათი. სურათად და შავ-თეთრი შეგიძლია გახადო ეგ სურათი. გრეისკეილი გავუკეთო უბრალოდ და 0-დან 1-მდე მნიშვნელობა იქნება უბრალოდ პიქსელი ანთებულია თუ არა. კი. შეგიძლია ფერაძეც გააკეთო, ეს სიმარტივისთვის შავ-თეთრი გავაკეთე. ფერაძეც გააკეთე შეგიძლია 794-ის მაგერად უფრო. ხო, ან ხო, RGB ხო არის value და ეგ არის, ხო, 0-დან 1-მდე მასისამ და ნორმალიზებ და ეგ არის. ხო. ეხა ეს გასაგები არის, ეს უკვე ნასწავლი რო აქვს, როგორ იქცევა, თუ გასაგები თუ არ გაქვთ კითხვები? ოკეი. ოკეი, მაგრამ ეხა როგორ სწავლობს? აქ ეხა ძალიან მათემატიკაში გაგვირთ რომ არ გადავარდებოდი, მაგრამ დაჟინებული მოთხოვნი. მოკლედ ცოტა გადავალ. ესე იგი, თავიდან, როცა neural nets ვატრეინებთ, ანუ ვასწავლით. წონები, აი ეს წონები გვაქვს, შემთხვევითი რიცხვები, ანუ სრულიად რანდომ რიცხვები გვაქვს. აიტო რაღაც რიცხვი, ციფრი უბრალოდ რო ანახო სურათად, აი ნებისმიერი რიცხვი შეიძლება გითხრას რა არისო. სიამდვილეში გეტყვის რაღაც ალბათობას 5-4-ზე მეც ყველას დაუსვამს, ნუ საშუალდეს ნორმალური განაწილების გამო. ხო. ხო და ჩვენ რა გვინდა ეხა რომ თავიდან არასწორ არაფერი არ იცის ამან და ნუ არასწორად გვევდება, მაგრამ ჩვენ ნელა ამას უნდა შევსწორო წონები და ვასწავლოთ როგორ გამოიცნოს სიამდვილეში რა ციფრი არის. ხა როგორ აკეთებთ ამას? თავიდან როგორც გითხარით, დავუშვათ ისევ იგივე რუიანის მაგალითზე, ვაჩვენებთ რუიანს და ამას მე დემოც ვექცევ, მაგრამ ხო, ვაჩვენებთ რუიანს და გვეუბნება რაღაც 5 არისო. ნუ ცხადია 5 არ არის.
ეხა ხო რვიან როცა ვაჩვენებთ ჩვენთვის რა არის იდეალური ამ შემთხვევაში რა უნდა გამოიტანოს ხო აქ ალბათობები ამათი უნდა იყოს 0 და ამისი 1 ხო ანუ იდეალურ შემთხვევაში აქ ერთიანი უნდა იყოს და დანარჩენებში 0 და ჩვენ რაღაც სხვა ალბათობები მოგცა რაღაცა 0 1 0 0 5 და ეგეთი ალბათობები დაგვისვა სიამდვილეში ანუ ML-ში და ML-ში ეს რაღაც საკეთებენ რომ იღებენ სხვაობას მიღებულს და რაც მივიღეთ უბრალოდ მიღებულს და სასურველს შორის ანუ ყველა შემთხვევაში რაც მივიღეთ 0 იმას ვიღებთ და იმ რვიანზე 1 ხო ანუ მაგალითად ცუდად ხსნი ბოდიში აი მაგალითად აქ თუ იყო 0.1 აქ ცდომილება იქნება 0.1 იმიტომ რომ აქ 0 უნდა მიგვიღო აქ თუ მივიღეთ ხას 0.5 ცდომილება არ 0.5 იმიტომ რომ 0 უნდა მიგვიღო და აქ თუ მივიღეთ 0.2 ცდომილება არის 0.8 იმიტომ რომ 1 უნდა მიგვიღო ხო ხო ამით ვარკვევთ რამდენად აცდა ყველა ნეირონი თავის სასურველ იმას შედეგს რამდენით აცდა ხო მაგრამ ეხლა მარტო ეგ არ არის საკვარისი ჩვენ თუ გვინდა რომ წონები შევასწოროთ გვჭირდება რომ უნდა ვიცოდეთ ამ წონას უნდა დავაკლოთ თუ უნდა მივუმატოთ რამდენი უნდა დავაკლოთ და რამდენი უნდა მივუმატოთ წონას რომ სინამდვილეში სასურველი შედეგი მივიღოთ ეხლა ცოტა იმაში გადავალთ პირველ ალგებრაში აი ეს წარმოვიდგინეთ რომ არის გრაფი სადაც ეს არის ნებისმიერი შესაძლო წონა და ეს არის აი ამ ანუ ეს წონა თუ გვაქვს ამას ვიღებთ ცდომილებას მაგალითად ეს წონა თუ დავწერეთ ამას ვიღებთ ცდომილებას კი ანუ რაღაცა წერტილები რო აიღო და ეგ წერტილები რო გაერთიანო წირს მიიღებ ფუნქცია არის ხო ფუნქცია კი ან ცდომილების დამოუკიდებულება ანუ რამდენით აცდა რაც ერთიანით და იქ 0 ნუ 1-ია მეტი რიცხვის და აქ 0-ით და ის არის რა წონას რაღაც -0.2 თუ იყო წონა აი ძალიან ცუდად იცდება მაგალითად წრიალ ალგებრაში მისთვის რომ ჩავიდეთ მინიმუმამდე გვაქვს შვენიერი მეთოდი უნდა გავაწარმოოთ უბრალოდ გრადიენტი უნდა ვიპოვოთ და უნდა გავყვეთ ქვემოთ გაწარმოებით ვიხვდებით რამდენად შორს არის ქვედა წერტილი და ხო რა მიმართულებით უნდა ვიაროთ ხო და ზუსტად ესეთი ფორმულები არ დავწერე მე ხო ფორმულები იქით არის იმაში YouTube-ის ვიდეოში ეგ არის ზუსტად ის რომ გააწარმოებ აი ეს არის ზუსტად მაგის წარმოის ანუ გრადიენტი არის ანუ გაწარმოებით იღებს ზუსტად ამ ხას გეუბნება მიმართულებას და დახრას აუ ქვემოთ წადი ხო ანუ აქ ფუნქცია ხო არის ჩვენი ცდომილება ცდომილების ფუნქცია ხო გვაქვს ხო ცდომილების ფუნქციას რო გავაწარმოებთ სინამდვილეში ანუ ეს არის ცდომილების ფუნქცია კალკულში ამ ფუნქციის ცდომილების ფუნქციას თუ გავაწარმოებთ მივიღებთ კონკრეტულ წერტილში მივიღებთ ანუ ამ weight-ის მიმართ მივიღებთ ამ მის ხაზის პარალელურ ხაზს წერტილი კი ამ შემთხვევაში ჩემი რანდომ წონა იყო ეს და ეს გავაწარმოე უბრალოდ არა აქ რო არ წერი აქ просто weight-ი წერია მაგრამ ხო ანუ ამ შემთხვევაში ეს იყო ჩემი რანდომ წონა ამ რანდომ წონის მიმართ ანუ გავაწარმოე და მივიღე რომ რაღაც ამდენ ნუ მაგ რიცხვების ფორმულა არის რიცხვებს ვიღებ რომ ამდენით დააკლონ წავხედი ქვემოთ და მაგით მე ნელ-ნელა ხო ანუ ცდილობ რეგრესიას ესე ვთქვათ ცდილობ ჩავიდე მინიმუმში ლოკალურ მინიმუმში კი ანუ ეს თუ აქ ვიქნება იდეალურ შემთხვევაში აქ მაგრამ ნუ დიდ ელემენტში დიდი მნიშვნელობა არ აქვს რაც შეიძლება ეს წერტილი იყოს რაც შეიძლება აქ ანუ ეს კონდეს წონა ხო არის წარმოებული გაგრას მეხმარება მაგაში რომ მეუბნება აქეთ წადიო რომ მიაღწიო ამასო არა იქით აღარ მინდა მე ანუ სხვაობა რომ მაქვს ანუ მინიმალური მაქვს სხვაობა სასურველსა და მიღებულ შორის ანუ სასურველი მაქვს ხო ანუ ეს არის სხვაობა სასურველსა და იმას მიღებულ შორის ხო ანუ ეს არის სხვაობა სასურველ ალბათობას და მინიმალურ ისა მიღებულ ალბათობას შორის ხა ნულზე თუ მივედი იდეალურ შემთხვევაში არ იდეალურად იცნობს ყველაფერს ზოგადად LLM-ებში ნულზე მისვლა კარგი არ არის ანუ გლობალურ მინიმუმს პირიქით ერიდებიან ლოკალურ მინიმუმამდე მიდიან ძირთად ვერ ლოკალურ მინიმუმია და ყველა კარგი არის ხოლმე ოს რესერჩი აჩვენებს ამას მაგრამ გლობალურ მინიმუმამდე თუ მიდიხარ ძალიან მინიმუმ ანუ
უტრიალოდ ძალიან მინიმუმამდე თუ მიდიხარ, მაშინ ძალიან დასწავლილი აქვს უკვე ყველაფერი ეს data და ნაკლები ფანტაზია აქვს, ასე თქვა და უარესია. არა, ცოტა ვარიატილობა თუ არა აქვს, მაშინ სულ რობოტებით გაპარაკება. მაგისტვის ტემპერატურა არ კიდე სხვა რაღაცა არის, მაგის ვახსენებ, მაგრამ ხო, ეგეც არ უნდათ მაგის გამო. ხო. ეს ხო და ეს პოულობენ რამდენით უნდა შეცვალო წონა. აქ მე აგერ ილუსტრაციას ხედავ შეცვლის წონას, მე რამ შეცვლილი წონით და აპდეიტებს აქ ხო ამ შეცვლილი წონით და გამოითვლის აქ რამდენით აუცდით, მე აქაც იგივენაირად გამოითვლის რამდენით უნდა შევცვალო წონა და მივყვებ მოკლედ უკან ბოლომდე. ანუ ეს ამას გააწარმოებს ყოველ წონაზე, ხო გააწარმოებს, გამოაკლებს ყოველ წონას, გააწარმოებს, გამოაკლებს ყოველ წონას და ეს შემდეგ. არ ქრები მასში გვეხმარ ზუსტად attention-ში გვეხმარება უფრო attention-ში. ანუ ბევრი სიტყვის ბევრ სიტყვაზე გადამრავლება არის. ანუ მატრიცების ძალიან დიდი მატრიცები, მთელი ტექსტი წარმოვიდგინე ყველა ტოკენზე გადამრავლება არის ფაქტიურად. ანუ ნეირონული ქსელებშიც გვეხმარება, ეხლა მაგრამ ნეირონული ქსელებში არ ვიცი, მაგრამ ხო მოკლედ attention-ში გვეხმარება ძალიან რა. ხო. წამით. ეს არ უნდა გამითი ალბათ, მაგრამ ჩავრთო მე ისე. აი მოკლედ აი დავუშვათ ეს გვაქვს შემთხვევით ანუ ეს არის ახლა ვილაპარაკე ზუსტად ციფრების ამოცნობი ზუსტად იგივე მაგალითი რაც ვილაპარაკე დავუშვათ რავი დავხატოთ რაღაცა რიცხვი იცი ცოტას დავკლებ ზომაში თორე არ ჩანს დავუშვათ რა ვიცი დავხატოთ სამიანი predict აღმოიც დავარეფრეში მომას თორე არა всё არ უნდა ხო აი რა 7-იანი არის იმიტომ რომ შემთხვევით წონები არის და თან როგორი ალბათობები არის ყველას ცოტა რაღაცა მისცა 7 არისო ხო ანუ ყველაფერსთან ცოტა ეგერ ჩანს რომ ალბათობა მისცა რაღაც 11 8 9 და ეს შემდეგ ხო შეიშალა ხო იმიტომ რომ შემთხვევით წონები გვაქვს ჯერ არ გვისწავლები არაფერი ეხლა აქ ვის 20 ჩავწერე რომ ერთდროულად 20 ჯერ ვანახებ ამ რიცხვს. უფრო მალე რო ისწავლოს რა. დავუშვით ეხლა ვანახებ 20 ჯერ 0. უფრო ნელა შეგვიძლია პროსტა დიდი ხანი დასჭირდება. რა? არა ეს არ სწავლობს სინამდვილეში. ანუ უბრალოდ სწავლობს, მაგრამ ეხლა ერთი ციფრი არა საკმარისი მაშინ. ამიტომ ერთი 10 ციფრზე გავაკეთებ და განახეთ. კი. კოდი არ დამწერია, მაგრამ ის არის ხო, ვიზუალიზაციისთვის. ანუ ეს სამიანი ვაჩვენე, აი, ავხსნე მაშინ რას ვაკეთებ. ეს სამიანი ვაჩვენე 20 ჯერ, ანუ რაღაც ერთხელ ვაჩვენე, მითხრა რაღაცა 5-იანი არისო, მე არა 3-იანი არისო, შეცვალეთ ან წეგან რაც ვილაპარაკე, შევცვალეთ გამოთვალეთ სხვაობა, შევცვალეთ წონები, გავაწარმოებ შევცვალეთ წონები, გამოყვებით უკან. და ეს აგერ ეს წონები დავაბდეითებ და აგერ ჩანს რაღაც ვითელი უფრო მნიშვნელოვანი წონა არის, უფრო დიდი არის, ლურჯი ნაკლებად. შეგვიძლია თითოეული წონა ცალ-ცალკე ვნახოთ რომელი ამდენია. არა, წონას გაწარმოების შედეგად გავიგე, საით უნდა წავიდე იმ ფუნქციას, ანუ საით რამდენი უნდა დავაკლო წონას, რომ მივიღო იდეალური. მივუახლოვდე იდეალურს. რამდენი საით მოკლედ ბოლო იმამდე რომ მივა ერორს რო გამოვთვლი, მაგის მერე გაწარმოების შედეგად რასაც მივიღებ, იმას ვაკლებ წონას. ან წონას მინუს, ან წონას პლუს გააჩნია ეს იქნება თუ ეს. ხო, ანუ ჯერ თავიდან ვაჩვენე ეს, რაღაც რანდომად მითხრა, რაღაც რანდომ წონება მითხრა წრიანიაო და გამოვთვალე სხვაობა გაწარმოებით და იმას გამოვაკელი წონებს და შევასწორე. და უკან გამოყვები ეს.
წონას გამოვაკელი გაწარმოებული შედეგი. წონაში. ახალი წონა შევცვალე. კი, წონა ვცვლი. ანუ ძველი წონა აღარ გაქვს უკვე, всё. იმ სხვაობას ხო, ახალი წონა იცვლება. ანუ ამის რა ქვია, ამ პროცესის მიზანი არის წონის ცვლილება. იდეალური წონის მიღება. ანუ იდეალურთან ახლოს. ხო, მოიცა სამიანზე ვიყავ. სტაბეტი უნდა ამას. რა თუდა დახატული სამიანი, მას მე ვერ გავიმეორებ. მაგას ხო, ეგეც მაქვს მაგ სლაიდებში და შეგიძლიათ ნახოთ. აი 9-მდე ნახო, თითო სურათი ნახა, ამიტომ კარგად არის ის 9 რა არის, მაგრამ ნახი აქვს და შეიძლება მიხვდეს. ეხლა ვცადოთ ესეთი 9 დავხატოთ. აუ ძალიან ცუდი 9 დავხატე, მოიცეთ წავს ეს არ ვარ გა. შემიძლია ვაფშე ამას გადმოვიტან აქეთ და ამას გავაზიარებ, თორე ესე უკარო უყურებ ვერ ვაკეთებ. ეხლა ერთ წამით ხო აი მოიცა არა ის არა ზეა ხო კონდა კაი ერთ წამს გავხსნე მაშინ თავიდან მაგრამ არა ზეა მქონდა გახსნილი და ტრეინებული მქონდა უკვე სად გამიქრა აი ცირ ტექნიკური ხარვაზე თავიდან დავატრეინებ okay share screen არა ამას ვაზიარებ მაგრამ მაინც ისიარდება ხო და უკარო უყურებდი ვერ ვაკეთებდი და იმიტომ კაი იყოს როგორც აკეთებდი გავაგრძელებ მაშინ ჯობია აი ეგრა კაი ხო ანუ აქ არ ჩანს და მაგითო ვიჭერ ცოტა ოკეი ეხლა всё კაი აუყავს მარტო ერთია აი მიხდა რომ ერთიანი იყო იდე რავი რაღაც სამიანი რახაც ცუდად იყო ეხა იმის მაგალითად გაჩვენეთ რომ ცუდად ანუ ზუსტად თუ არ მიამსგავსებ ცოტა დეიტა როცა გაქვს ვერ მიხვდება კარგად აი ვერ ვიხსენე სამიანი რო იყო ვაფშე ვერ მიხვდა იმიტომ რომ ცუდი სამიანი იყო ხო იმისთვის რომ ამიტომ არის საჭირო როცა ტრეინებ ნეოქსს ბევრი დიდი რაოდენობის დეიტა რო გქონდეს რომ იმას ანუ ყველანაირი სამიანი გქონდეს ნანახი რომ სიმართლე ანუ სამიანი შორს პატერნი დაიჭიროს და მიხვდეს რომ სამიანია ოკეი ეხლა კი და დიდი რაოდენობით დეიტა შეგროვებასაც კი ეგ არის კაი ეს ნუ დაახლოებით მოიხილე ესე ვთქვა ეხლა ცხადია არის ეხლა ნეირონული ქსელები
ძალიან დიდი თემა არის და პატარა ისედაც უკვე ძალიან დიდი ხანია ლაპარაკობდა, მაშინ ვერ ჩავატევდი პატარა იმაში. აიტო თუ ძალიან გაინტერესებთ ბოლოში მაქვს კიდე ვიდეოები ძალიან საინტერესო არის. ეხა რაც შეეხება LLM-ებს, ეხა მარტო სურათებზე არ მუშაობს LLM-ი, ხადიან ძირთად ტექსტზე მუშაობს. როგორ მუშაობს LLM-ები ტექსტზე? ყველა მიცით ეხა რომ ისა LLM-ებს, აი ეს ცნება არის ტოკენი, ანუ LLM-ებს აქვს ტოკენები იმისთვის რომ წაიკითხონ ტექსტი. ჯერებით დავიწყებ რატო ტოკენი და რატო არა სიტყვა. მაგალითად იგივე ინგლისურში ოქსფორდის vocabulary-ში არის 150,000 სიტყვა, მაგრამ სინამდვილეში ინგლისურში გამოყენებაში ბევრად მეტი არის, თითქმის მილიონამდე და მე კიდე სხვა ენებიც იცის და მე კიდე შეიძლება ადამიანს წერისა შეეშალოს და ნუ ან ადამიანმა ახალი სიტყვა მოიფიქროს ორი სხვა სიტყვის გაერთიანებით და ძალიან ბევრ კომბინაციას გვაძლევს და ამის პრობლემა ის არის რომ ერთი რომ შეიძლება ისეთი სიტყვა იყოს რომ საერთოდ ტექსტში ერთხელ შეხვდეს სულ და საერთოდ ვერ მიხვდეს რა სიტყვა არის, ანუ ერთხელ როგორც ნახეთ ახლა დიდი პროგრამაცია საჭირო არის და ერთხელ რომ შეხვდება მაგაზე ვერ ისწავლის ვერაფერს. ხო და კიდევ ვიცი ერთამს ხო და ადამიანი ტაიპოებს რო აკეთებს ეგ უკვე სხვა ტექსტი იქნება იმისთვის იმ სიტყვისთვის და ეგეც გაუჭირდება ხო ტექსტი ტოკენად დაყოფა რას ნიშნავს ახლა ადრე ვახსენეთ რაღაც რომ ნებისმიერ სახის ინფორმაციის რიცხვებში გადაყვანა შეგვიძლია ასევე შეგვიძლია ტექსტის გადაყვანაც რიცხვებში ამ შემთხვევაში ახლა GPT-3 ან GPT-3-ს თითოეული ტოკენი გადაყავს დაახლოებით 12000 რიცხვში. ვექტორს დაუძახებს იმარტებისთვის. ვექტორი არის მასივი, რომელსაც რაღაც n რაოდენობის რიცხვის მქონე მასივი. ხო, GPT-3-ს აქვს 12000-იანი ვექტორი, რომელიც ინახავს ამ სიტყვას. ახლა რას ნიშნავს ეს? ამ რიცხვებში მას აქვს, ასე ვთქვათ, შედებული ამ სიტყვას სიმარტებისთვის ტოკენი არის ნამდვილად, მაგრამ ამ სიტყვის იდეა. მაგალითად, ამ ეს ვექტორი რო დახატო სადღაც და გვერდზე რაღაც ბურთი და მზე მაგალითად აი ისეთ სპეისში აღმოჩნდებიან ერთმანეთთან ახლოს, სადაც მრგვალი ნივთები იქნება. ანუ იმ განზომილებაში. მარტივად არ გამოდის, მაგრამ მარტივად რო ვთქვა. მოკლედ, ამ რიცხვებში არის ჩადებული ფიჩერები ამ სიტყვის, ასე ვთქვა. ეს თავიდან ხა როგორ ტრეინდება მაგას უცებ გეტყვით რომ ეგ ზუსტად იგივე არა როგორც სხვა ნეირონლექსელები თავიდან რანდომ ტოკენები არის ტექსტს უყურებს ტექსტის მიხედვით ხდება თავის მნიშვნელობას სხვების მიმართ თავის მნიშვნელობას ზოგადად და ესე იგივე ან როგორც ნეირონლექსელებში წონებს ვასწორებთ ეს ფაქტობრივად ჩათვალე წონები ანუ წონებივით ესენი სწორდება სიტყვა რო გადაყავს უბრალოდ ცხრილი არის კონკრეტულ ტოკენს აიქ მაგალითად ლორემ იფსომ ხო არის ლორემ რაღაც ტოკენს ნიშნავს ან რაღაც ვექტორს ეს თან სადაგება კი ფორმულა არსებობს უბრალოდ ცხრილი არის ჰეშმეპია არა ყველა სიტყვა უნდა იცოდეს ზუსტად ეგ არის ტოკენების აი ტოკენები ზუსტად ესეთი უნდა კონდეს რომ ნებისმიერი ეს ან ნებისმიერის ასოთა კომბინაცია შეგვეძლოს ავაწყოთ ანუ ეგეც ეცოდინება ტოკენად ყველა ნებისმიერი ტექსტი უნდა შეეძლოს რომ ტოკენად დაღოს მარტო სიტყვები თუ გაქვს მაშინ ხო ანუ ძალიან ბევრი ტოკენი უნდა კონდეს რომ ამოწურო და კიდევ იპოვო ისეთ მარტო ასოები თუ გეკდება მას აზრს ვერ გამოიტანს ანუ მარტო ასოები თუ იქნება ტოკენება და ხო ხო თავიდან ხო მაგ ეს ტრეინინგის მეთოდი არის თავიდან წარმოიდგინე რომ ბურთიც არის ჩვეულებრივი ვექტორი ანუ წარმოიდგინე თავიდან რომ ბურთიც არის ჩვეულებრივი ისა ნეირონული ქსელის ერთ-ერთი ისა წონასავით იქცევა რა ანუ რაღაც 12000 წონა აქვს როდესაც ატრეინებ ამ large language models თავიდან ბურთს ტოკენ ბურთს აძლევს შემთხვევით მნიშვნელობებს 12000 შემთხვევით რიცხვი არის მე რაღაც ბავშვი თამაშობს ბურთით რაღაცა ბურთი სტადიონიდან გადავარდა ეს წინადადებში რო ხდება
ეს ბურთი სხვა სიტყვების მიმართ ხვდება რა დამოკიდებულება აქვს. ამ წონებსაც ასწორებს. ზუსტად ისევე როგორც აი აქ. ზუსტად იგივე მეთოდით როგორც Deluxe-ებში, აი ეს უკან მიყვება, აი ტოკენი შემხვდა, იქ ბავშვი იყო. ნუ, კაი, ძალიან დეტალებში არ ჩავალ, მაგრამ ნუ დაახლოებით ხო ასწორებს თავის ტრეინინგის პროცესში, ეგეც ასწორებს ისევე როგორც წონებს. GPT-3 და ეხა 4 და 5 ის არის ბევრად დიდი არის. უფრო მეტი მნიშვნელობის დატევა შეუძლია. ეხა რას ნიშნავს რიცხვებს შეუძლია მნიშვნელობის დატევა თავში, ხო? მაგალითად რიცხვ, ანუ ისევე როგორც ანალოგიები შეგიძლია გაკეთო სიტყვების შორის. შეგიძლია ეს რიცხვები ერთმანეთს გამოვაკლო, ნუ ვექტორები ერთმანეთს გამოვაკლო და ერთ მეორეს რო გამოვაკლო, რაღაც ანალოგიას ხომ მიიღებ, მეორეს რო მივუმატო, იმ ანალოგიით მიიღებ მეოთხე სიტყვას. რთული რაღაცა ვთქვი, ეხა მაგალითზე მარტივი იქნება. მაგალითად women's men's თუ გამოვაკლებთ kings, ხო ვიღებთ ამას. kings ცოტა ვისწრები რომ ავჩქარდეთ, თორე ძალიან დიდი ხანია ლაპარაკობ. ოკეი, მადლობა. ხო. ვაი. სტამალთ. ხო, LLM-ებიც ახლა როგორც Deluxe-ები ისე სწავლობენ, ნუ ხადი ახლა LLM-ებს მარტო ის არა აქვთ, რა ქვია. მარტო ტექსტი არ აქვთ, input და სხვა რაღაცებიც აქვთ, ერთად ტექსტი აქვთ, მაგრამ მაგალითად სურათის input-ისთვისაც პატარა ესე ვთქვათ LLM-ი აქვს, რომ გადაიყვანოს ეს სურათი იგივე იმაში.
რიცხვებში, რომელიც იგივე აი ტოკენებში ხო არის რაღაც მნიშვნელობები ჩადებული. იმ რიცხვებში ჩადებს ამ სურათის მნიშვნელობას. Visual transfer-ები ქვია ეგეც, მაქვს ბოლოს ლინკი და გზადი თემა არის და შეგიძლიათ წაკითხოთ. Transfer-ი არის ხო სიტყვას რიცხვად რო გადააქცევს, ამიტომ ქვია transfer სიტყვას რიცხვად გადააქცევს, რიცხვერ სიტყვად ისო. ხო. ხო LLM-ის მიზანი რა არის, რომ ტექსტ რომ ისცემ თავიდან სიტს, შემდეგი ისა სიტყვა გამოიცნოს. ხო, but Paris is a city in France. ყველაზე მაგალი ალბათობა France-ი არის, მაგრამ ზოგადად ყველაზე მაგალი ალბათობა რომელიც არის, ყოველთვის ეგ რომ მოგცეს პასუხად, ყოველთვის ერთგები პასუხს მიიღებ. ამიტომ არის ტემპერატურა და რანდომად არჩევს. რაღაც პირველი 4-დან. ხო, ანუ ეხლა მაგალითად რაღაც France-ის მეორე პასუხის ალბათობა ყოფილიყო 1%, მაგას არ აიღებდა. ანუ რაღაც threshold-ი აქვს ეხლა სისულელეები რო არ ელაპარაკოს. ხო. აი GPT-3 არა, არსებულ მოდელებიც არის, ტემპერატურას თვითონ შეტავენ. უყურებენ რომელი ყოველს კაი ტემპერატურა ცდიან და მერე შეტავენ. არა. არა, ინჟინერი უყურებს და ანუ შეტავს იქ რაღაც პირველი 3 ან პირველი იმდენი, რომელიც 10%-ს გადაცდება და მაგას შორის დაარანდომოს. არა, ეს არის უკვე როცა გიგენერირებს სიტყვებს. ტრენინგის პროცესში უბრალოდ ატრენინგებ რა გალუთობები მომცეს. კი, ანუ უწერია მან რომ რაღაც დაუშვათ აქ ხომ მოვიდა, შემდეგ სიტყვა უნდა დააგენეროს. მივიღეთ რაღაცის მასივი. ანუ რაღაც ალბათობების ავიღეთ პირველი რაღაც ავიღეთ ყველა რომელიც 5%-ს დება, პირველი 4. და მე ამ 4-დან დავარანდომეთ რაღაც. ოღონდ ისე დავარანდომეთ რომ ამას მეტი წონა ჰქონდეს, იმიტომ რომ მეტი ალბათურია და დავარანდომეთ და ავიღეთ რაღაც Paris city in the შეიძლება გააგრძელოს ეს. უფრო დიდი ალბათობით France იტყვის. ხო, იმიტომ რომ ერთგები პასუხი არ გაქცეს. ხო, როგორ ათრეინებენ და უბრალოდ იღებენ დიდ ტექსტს და როგორც ნეირონულ ქსელზე განახეთ. იცი, როგორც ნეირონულ ქსელზე განახებთ. აი აქ რაღაც აძლევენ ორ სიტყვას, ორ ტოკენს და მეკითხებია მესამე ტოკენი რა არის. შეიძლება ხო ეტყვიან რომ blue არისო და შეგეშალავო და სხვაებს იღებენ და ესე იგივენაირად, ანუ ისევ ნეირონული ქსელი არის. აწარმოებენ, უკან წონებს შეასწორებენ. კი, გადასტავენ და მე შემდეგი სიტყვა და შეგიძლია რაღაც მთელი ტექსტი რამდენი ტოკენიც არის, იმდენი ის კონდეს, რა ქვია. იტერაცია. ხო. არა, სწავლობს ავტომატიზირებული კოდია. არა, მე სხვა შორის ამაზეც უნდა მესაუბრა. ხო, მეც. ხო, ანუ უცებ იტყვაში მე არსებობს ან მარტო კოდს არ წერენ, არსებობს ხალხი, მათ შორის ექსპერტებიც, რომლებიც იკითხებიან LLM-ს, მაგალითად, რავი, რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში ეკითხებიან და რავი, რაღაც 5 პლანეტაა თუ პასუხა არასწორია. და ეუბნებიან რომ არასწორია, რაღაც კიდე უკეთესად დაათრეინე, ამ ამურ შორის რომელი იყოს სწორი რაღაც, რავი, რამდენი ოკეანეა დედამიწა. ეგით რაღაცებს ეკითხებიან, ну, კაი ეს ძალიან ფაქტობრივი ცოდა არის, მაგრამ რამდენად helpful-ი არის რა, რამდენად და ეგით რაღაცა მარტო ფაქტობრივი ცოდას არ ეკითხებიან. ხო და ну, ისე ამას რო დაუბრუნდეთ, რომ უბრალოდ თელ ტექსტს ესე გადაევლიან და სწავლობენ ტექსტის შემდეგი სიტყვის ამოსტობას, შემის სიტყვა რა უნდა იყოს რა, მაგას ხვდებიან მაგით. მაგრამ ეგ მარტო არ არის საკმარისი. ასე ეხა უნდა მეთქვა ეხა ეს. როგორც უკვე გითხარი, კიდე ზიან და ამოწმებენ, ანუ
რამდენად სასარგებლო პასუხებს წერენ, სინამდვილეში დიალოგში უნდა შევიდეს ელემი, ანუ უბრალოდ არ უნდა გააგრძელოს ტექსტი. შეიძლება კითხვა რაღაც დაუსვა, იმენ შეიძლება კითხვა გაიგრძელოს, თუ არც დიალოგი რა არის. ამიტომ ამის მერე reinforcement learning-ით უცვლიან წონებს რაც ადამიანები ეკითხებიან რაღაცებს და ცდილობენ რომ დიალოგი ასწავლონ, ასე თქვა, ანუ სხვა ტიპის ტექსტი არის, სხვა ტიპის question and answer. ეგრე გამოდის კი. ნუ ადამიანის გამო დაისწავლოს. ადამიანს თუ გვინდა რომ ადამიანის მსგავსი სისტემა ქონდეს, ადამიანის გამო დაისწავლოს. და ხო, ბოლოს მას მივადექით თემას. ეხა LLM-ები და ეს ყველაფერი ხა მე რაც მოვყევი, ეს ზოგადად 2017-მდეც არსებობდა, ხა ნეირონული ქსელები კაიხანი არსებობს. როგორ უნდა დავათრენით ნეირონული ქსელები ვიცოდით. ისიც როგორ უნდა შევასწოროთ დიალოგი, როგორ აღწევთ ის სახელი არაფერია და ტექსტური ჩატბოტებიც არსებობდა ახლა 2017-მდეც. ნუ სხვა მეთოდს იყენებდნენ და ეხა 2017-ში იმის გარდა კიდევ რა თქმა უნდა ტექნოლოგიები განვითარდა და უფრო მეტი computing power გვაქვს ადამიანებს და უფრო მეტი მოცემები გვაქვს, იმის გარდა კიდევ ახალი რაღაც დაემატა, ანუ ახალი ნაშრომი დაემატა, ახალი რაღაც დავუმატეთ large language model-ებს, რამაც გამოიწვია ეს ბუმი. არის attention-ი რა არის ახლა? აქამდე როცა რაღაც დიდ ტექსტს ამუშავებდა large language, LLM-ი თავში რა იყო რაღაც 500 სიტყვის უკან უკვე ავიწყდებოდა, იმიტომ რომ რაღაც იმ რიცხვებს იმდენჯერ ცვლიდა, რომ ბოლოს უკვე ბოლო ტოკენზე რო იდგა, უკვე ის იკარგებოდა თავში რაც იყო. და ამით რთული იყო რაც აზრის შენარჩუნება დიდ ტექსტებს, ამიტომ უჭირდა. კი არსებობდა რაღაც ტექსტური ჩატები, მაგრამ უჭირდა დიდ ტექსტებზე მუშაობა. აქ ისეთი რაღაც გააკეთეს, რომ შეიძლება პარალიზაცია. ხო, ანუ შეიძლება ყველა სიტყვა შეხედოს და მიხვდეს ეს კავშირში არის თუ არა ამასთან და ამისგან აიღოს თუ არა რაღაცა მნიშვნელობა. აი მაგალითად ბანკი რო არის, ნუ ხა ეს მაგალითი მაგალითია, ბანკი რო არის, წინა სიტყვა შეხედავს და მიხვდება რა ტიპის ბანკი არის, River Bank-ი არის თუ რაც ფინანსური ბანკი არის. მსგავსი რაღაცები არსებობდა, მაგრამ ეს ანუ ცუდად მუშაობდა რა. აი ეს პარალიზაცია რა ხან დავამატეთ. უფრო მეტი სიტყვასთან კავშირის დაჭერა შევძელით, ესე ვთქვათ. დიახ. ხო, აი ეს თუ გავაკეთებთ, შეგვიძლია რომ რაღაც წონები წამოვიღოთ სხვა სიტყვებიდან. ეხლა ძალიან დეტალებში არ მინდა ჩასვლა, რამდენი დეტალებში გინდა რომ ჩავიდეთ. აი, დიდი ხანი არის გასული ხო და რაც 1 საათიანი ვიდეო არის, იმის ბოლოში ლინკებში შეგიძლია უყუროთ. საკმაოდ კარგად ხდის, მოკლედ. შემიძლია აუხსნა, მე არ მაქვს პრობლემა თქვენ. მაგალითად, აი attention-ით იღებს რაღაც ბანკი რო არის, River Bank-ი რო არის, მე ეს არის რაღაც beginning of a story და establishing a setting, ანუ რა მნიშვნელობას ატარებს ეს მარტო ბანკი არ არის LLM-ისთვის ეს ტოკენი, უკვე ამდენ რაღაცას ნიშნავს, იმიტომ რომ attention-მა რაღაც მნიშვნელობები ჩადოს სხვა სიტყვებიდან. ხო. ხო და კაი ვარ თქვი feed forward, ანუ attention-თან ერთად feed forward-ს აკეთებს, ანუ სხვა სიტყვას უყურებს და მე feed forward არის რაღაცა რომ თავის თავზე ფიქრობს, ანუ ფაქტობრივ ცოდნას ამატებს იმას კიდევ რაც სხვისგან მიიღო. მაგალითად ანუ აქ უბრალოდ LLM feed forward-ი უბრალოდ ნეირონული ქსელი არის, რომელშიც ფაქტებია. ძაღლს 4 ფეხი აქვს. კი, ხო, ანუ რაც მაგალითად ბანკი შეიძლება ესიც იყოს და ესიც იყოს, მაგრამ ამას რო დაინახავს, მე მიხვდება რა ბანკიც არის და მე feed forward-ს რო იზამს, იცის რომ ბანკში ფულის გაცემა შეიძლება მაგალითად და მე აქეთ შეიძლება ეს სიტყვა დაგენერებს რაღაც ფულთან დაკავშირებული. ანუ იცის ეგ უკვე. ხო, attention-ი მოკლედ რო თქვა, დაახლოებით ეს ანუ ის არის და ეს მოგცა და ბოლოს ახლა მინდა რომ პატარა დემო გაჩვენოთ.
ყოველთვის არ არის აუცილებელი რომ ყველაფერში LLM-ი გამოიყენო. ანუ ხანდახან თუ იცი AI-ში რა აკეთებს, შეიძლება უფრო პატარა მოდელი ქონდეს და მომხმარებელთვის არ ჩანს. ეხავე შეიძლება მომხმარებელთვის უფრო ისეთი იყოს რა, secure, ან რაც გავაკეთე აპლიკაცია, რომელიც გეუბნება რამდენი კალორია აქვს საჭმელს. მაგრამ ამაში არ გამომიყენებია არც LLM-ი, არც Gemini Nano, იმიტომ რომ ისედაც იმ ტელეფონს არ აქვს მაგის შესაძლებლობა, უბრალოდ 15 მეგაბაიტიანი მოდელი გამოვიყენე Google-ისგან, Google-ზე დებს პაბლიკად და ბიბლიოთეკა გამოვიყენე იმისი, ცა? სულ რაღაც 15 მეგაბაიტიანი. მობილური შეგიძლია გავუშვა. ეხლა განახებთ მაგას. ეგ კონკრეტული მოდელი აკეთებს შემდეგ რაღაცას, იღებს სურათს და გამოიცნობს რა საჭმელი არის. 2000 სხვადასხვა საჭმელი იცის. ნუ დატასეტი უფრო დიდი ვერ ვნახე სამწუხაროდ. 2000-ისა, საკმაოდ ბევრია. საკვებში ხო? კალორიულობას ის არ წერს, მაგრამ კალორიულობას მე დავამატე რაღაც. ანუ თუ რაღაცა გინდა, მე nutritional value JSON-ი დავამატე უბრალოდ და საჭმელი და მაგას იღებს და ანუ ხო, ხო, მაგრამ ამოცნობას ის აკეთებს. აი, მოიცა. ბევრი აპლიკაცია არის ეგეთი, მაგრამ სხვა შორის LLM-ს იყენებს ყველა და ფასიანია. უფასოდ არავითარი არ აკეთებს. ეს გადატანილი უნდა მქონდეს წესით. ოკეი. ვი, კაი, მე რა ვიღებ? მალე მოვჩები. აუ, ის დამიმალა. აქეთ გადმოიტანა. ხო. აი მაგალითად ნებისმიერი რაც აი შალიოზას მოიწონებოდა აქ რო იყოს ხინკალი ავიღოთ analyze food ლოკალურად გააკეთა ეგრევე მითხრა ხო ლოკალურად პატარა არის და რაც 10-20 მილწამი უნდა ალბათ მატრიცების გადამრავლება კი არის მაგრამ პატარა მოდელი არის აი ნუტრიციები მე თვითონ დავამატე ანუ ეს საჭმლის ამოცნობა არის მხოლოდ მაგრამ საჭმლის ამოცნობა საკმაოდ დიდი ნაწილი არის ნუტრიცია მე უბრალოდ ცხრილია ხო და არა მარტო ესა შეგიძლიათ ეს თულად გამოიყენოთ LLM-ში ADK-ის დახმარებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ დარელიზდა Android Android Development Kit, Agentic Development Kit. ხო. მაგალითად, აგერ ჩემი პირადი nutritional assistant-ი მყავს და ვკითხოთ. კი, ოღონდ ამ შემთხვევაში მე რაც განახეთ მაგ პატარა classifier models LLM-ს, ანუ classifier models გამოიყენებს როგორც tools. LLM-ი გამოიყენებს სურათი, საერთოდ არ მიაქვს cloud-ში სურათი, ანუ აქ ვერ რჩება. ხო, data-ს გამოდანის მაგალითად უგზავნი Gemini-ს და Gemini ხო, თულად იყენებს Gemini-ს უგზავნი და ის მოდი. რა? მოდი. cloud-ში ჩავერთე. ძალიან ცოტა წერ. demo-თვის ცოტა წერ. Which of these more are the
ხაილელიმს იგზავნება. ას დიდ ტექსტ მიპასუხებს ალბათ და მე ვეტყვი რომ თითო ესა დამირენკოს და თითო სიტყვა უმწეროს თითოზე. აუ ეხარ არა. არა. ხო ძალიან დიდი რაღაცა მომწერა. მაგრამ მოდი ეს უთხრათ. აი, ცუდად უთხარი. მაგას განახტე ხო პროექტში. აი, ჰამბურგერი არის healthiest. ეგ ვითხრა ჯემინაიმ. ჯემინაიმ ვითხრა ეგ მე ჩემთავზე არ ვიღებ მაგას. სხვა შორის მე როცა ტესტავდი ხინკალს მომდებოდა ყოველ ჯერზე. ვიფიქრე რომ გავხარდებოდა შალიოზას, მაგრამ დღეს ნუ ბევრი ცობი არის, მაგრამ სხვაებიც არ მქონდა ეხლა ის და ის ძალიან ისეთი დიეტური რაღაცები რა. apple pie unhealthy. ხო, როგორ ჩანს? არ ვიცი. ანუ healthiest თუ დააწერა პირიქით ახლა რა ვიცი. არა, ხინგალი იცის გამოიცნო. Hamburger is considered healthiest in this specific operation primarily because of ბევრი პროტეინი აქვს და იმიტომ ცხიმები არ ჩათვალა. თავის არგუმენტი აქვს. ჩვენ გადოლიანი. ნუ ხო. ხაი იმაზე დამოკიდებული რომელი ელემის გამოყენება გინდათ. ანუ Gemini 2.5 ფლეშმა მითხრა, არ ვიცი. პროს ოფშენი არ მქონდა სხვათა შორის ვცადე, მაგრამ რატოღაც არ მქონდა API-ზე. შეიძლება ჯერ არ არის. შეიძლება მე ვერ მივაგენი, არ ვიცი. ოიცა, ალიოზასთვის მიდოდა ხინკალი მეჩვენებინა, აი მოიდი განახებ. ნახე, გამოიცნო ხინკალი რო არის. და გითხრა ნუტრიციული value. ხასი ვართლეს გეტყვი, ესეც ნეირონული ქსელის დაგენერებულია, ხელით არ მიძებნია და ცალ-ცალკე არ მიწერია, ამიტომ არ ვიცი. ჯეისონი ჩავმატე. ხო, ანუ ეს პატარა ფაილი არის, მოდი ნახოთ. ეს ესეთი პატარა ფაილი არის, რომელიც არის ზომაში, მოიცა რომ ხელა არის ზომაში. კი, 15 მეგაბაიტი არის სადღაც, მოკლედ, კაი, დაახლოებით 15-17 მეგაბაიტი არის. ამიტომ შეგიძლიათ. და ხო, მე ეს აგენტი რომელიც Gemini 2.5 ფლეშს იყენებს და იყენებს ამ სერვისს როგორც tools. ხო, დავრაპული პრომპტი არის და პლუს tool-ად ეს, ანუ ეს არის tool-ად food classifier ADK სერვისი. LLM-ისთვის თუ ეგ ADK არის ახალი. Agentic Development Kit. და ეს არის მოიცა. ხო, ეს არის ისა.
TensorFlow-ს ბიბლიოთეკა არის, შეგიძლია ხო Android-ში პატარა classifier-ით, TensorFlow-ს ბიბლიოთეკით შეგიძლია გაკეთო. მე ამით გავაკეთე. კი, აი მოიცა, განახეთ. აგერ ხო ასეთებში მიდევსო, ისთან წონებს ხო, ანუ ერთი ის ხარ გავაკ, რამ როგორ უნდა გავადიდო? აი სხვა რაღაცა გავაკეთე. მოიცა. არა ის არ იყო. ხო, ანუ არ არის აუცილებელი რომ რაღაც ერთი შედეგი გამოგიტანოს, გამოგაქრო რაღაცა ხინკალი არის ამდენი პროცენტით, ეს არის ამდენი პროცენტი, ეს არის აი თუ ამაზე შანს აგეთ 75% გონია რომ ხინკალია, მაგრამ 11% გონია რომ დამპლინგია. კი, ბიბლიოთეკა არის. აი ჩაშენებულია ბიბლიოთეკა არის. ხო, დეპენდენსი. კი, აი ეგ ის მოდელი გამოიყენე და ხო 0.1-ზე ქვემოთ თუ გონია რომ ანუ 10%-ის ქვემოთ კონფიდენცია ვაფშე არ გამოიტანო და პირველი სამი გამომიტანე. ხო. არა, ტემპერატურა მე ჩემი დავწრო, ანუ რაღაც 3 თუ პრინციპში აქ ტემპერატურაში სჭირდება, იმას ხარ ვაგენერებ შემდეგ სიტყვას. ხო, ანუ შემიძლია 3-ვე გამოვიტანო მაგალითად. შემიძლია პირველი 5 გამოვიტანო, ეგეც არა პრობლემა. არა, CSV-ში ეგ ის არის, მე ცხრილი არის. ჯერ ნუ ემას საჭმლის სახელი არ გამოაქვს, ნამდვილში გამოაქვს რაღაცა ლეიბლი, რომელიც იქ არის და მე ის გადამაქვს საჭმლის სახელში და მე ის მოკლედ ჩემი არის რა. JSON და CSV. ხო. CSV ანუ ამ მოდელს ხო. აქ თუ გამიხდის არ ვიცი, თუ ამოშტევ. პრინციპში ტექსტური არის. ხო, ანუ ამ მოდელს გამოაქვს რაღაცა იდიან რაღაცა. პირდაპირ ის არ გამოაქვს, რა ქვია, ხინკალს არ გეუბნება. რიცხვი გამოაქვს, ხო და ხო, ხო და გადამყავს რა. არ მოყვა ის მე მოუძებნე და დავამატე. ანუ რაც იყო დატრეინებული, იმას აჩვენებდა. ანუ ფაქტიურად ეგ არის, ხო, რა დეიტას დავატრეინე, იმ დეიტას მოყვა კი. რა დეიტას დაატრეინეს ის მოდელი. ხო. JSON ჩემი არის, ხო. აგერ ხო, არა, ხო, პრინციპში გავწერდი ხო, მაგრამ უკვე ხელი ვიყავი ბოლოს და დოტოვე როგორც იყო. ან საჭმელი სახელი არის და ისეთი. ხო, ან სახელიც ხო მინდა რომ ვიცოდე და. კაი. მადლობა ყურადღებისთვის. ეს არის ლინკები, რომელსაც დაგვირდით, რომ ბოლოში იქნება თქვენ ეს არის.